გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ალბომის მეორე დღეს, ანუ მიცვალებულთა დღეს, ეს ჩვენი ურჯულოები მაინც გამოძრნენ რუსთაველის პროსპექტზე და გადაკეტეს. დიახ, დღისით, მზისით შეეცადნენ პროსპექტი გადაეკეტათ. რასაკვირველია, ამას სამართალდამცავი ორგანოების რეაქცია მოყვა, თუმცა ჩემთვის ტელეარხ ფორმულას ვიღაც უსახელო ჟურნალისტის კომენტარი უფრო საინტერესო იყო. ის ჟურნალისტი ძალიან ეგზალტირებულად ყვიროდა, რომ რუსთაველზე პოლიცია უსწორდება მანდილოსნებსო. მე თვითონვე შეასწორა, ეგრეთ წოდებული პოლიცია უსწორდება მანდილოსნებსო. კიდევ კარგი, ეგრეთ წოდებული მანდილოსნებიც არ დააყოლა. ანუ ჩვენს ქვეყანაში პოლიციაც ეგრეთ წოდებული ყოფილა, მთავრობა ეგრეთ წოდებულია, პარლამენტი ეგრეთ წოდებულია, ყველა მინისტრი თავის მოადგილე მძღოლიანად ეგრეთ წოდებულია. ალბათ ჯარიც მათი გაგებით ეგრეთ წოდებული იქნება და მე და თქვენს ხომ მათთვის ეგრეთ წოდებულზე ეგრეთ წოდებულები ვართ. დიახ, მეგობრებო, მე და თქვენ მათთვის პიროვნულად არ ვარსებობთ, იმიტომ რომ მათ ბინძურ თამაშის წესებს არ ვიღებთ. არ გამოვდივართ და უსინდისო პატიმრების გათავისუფლებასა და ხელმეორე არჩევნების ჩატარებას არ ვითხოვთ. რა უნდა თქვა ამაზე? ის რომ არაფერი წმინდა მათთვის, იმ მართლა ფულის მონებისთვის არ არსებობს, ეს ახალი ამბავი არაა, ეს ძველი ამბავია. ვიღაცამ ნაღვლიანად იხუმრა, აი ხოშტარიას ფული გამოურიცხეს და დაეტყოდ გამოცოცხლებაო. არ მგონია ხოშტარია მათზე თავის ფულს ხარჯავდეს, იმიტომ რომ თავისი ფულის ხარჯვა სხვაზე ხოშტარიას არ უყვარს. ისე კი უნდა აღენიშნოს, რომ რუსეთი, საიდანაც ხოშტარიას ოჯახი ფინანსდება, თურმე ძალიან კანონმორჩილი სახელმწიფო ყოფილა, დიახ, განა არა. აბა თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად უნდა სცემდეს პატივ სახელმწიფო თავის კანონმდებლობას, რომ ლაკა ხოშტარიას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აპასნი, ანუ სახიფათო მებრძოლია რუსეთის მთელ ფედერაციასთან, რომელიც ხმალამოღებული ებრძვის პირადად პუტინს და რიგ შემთხვევაში თავის თანაკურსელ მგიმოელ ლავროვს და მიუხედავად ამისა, რუსეთი თავის მოსისხლე მტერს მაინც მორჩილად ურიცხავს ფულს. რაში ურიცხავს? ურიცხავს როგორც თეატრის მხატვრის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეს, რომელიც მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა მარინის თეატრში. თქვენ გჯერათ ამისი, რომ ვირსალაძის ჰონორარებს ურიცხავს, თანაც ამხელა თანხებს? თავის დროზე გავიკითხე ჩემს რუს თეატრალ მეგობრებში, ასეთი რა პროცენტი შეიძლება ირიცხებოდეს იმ სპექტაკლების გაფორმებაში, რომლებიც უკვე როგორც ვიცი ძალიან მცირე რაოდენობით თუ იდგმება მეთქი და რუსმა მეგობრებმა მიპასუხეს, რომ ამხელა თანხები ბუნებაში არ არსებობს. და გინდა არსებობდეს, ისე უბრუნდები მთავარ აზრს, რომ რუსეთი თურმე პირნათლად ასრულებს თავის ფინანსურ მოვალეობას თავისი მოსისხლე მტრის მიმართ, ურიცხავს ჰონორარს. დიახ, რუსეთი ურიცხავს ფულს, რომლის მეშვეობითაც ხოშტარია ცდილობს რუსული რეჟიმის დამხობას. არ გეცინებათ? პირადად მე მეცინება, თანაც მეცინება ისე, როგორი სიცილის ამ ბოლო დროს გახდა პოპულარული, აი ჩვენი გამოჩენილი ბუთხუზი მსახიობი, ბუთხუზი ეს გვარია, უნდა მსახიობი ბუთხუზი როგორც იცინის, ასევე მეცინება ვაჰაჰაჰა. სამწუხაროდ მე არ მაქვს ასეთი ნიჭი ბუთხუზისნაირად რომ გავიცინო და თვალების უსაშინლესად გადმოვკარგლო. ხო და იმას ვამბობდი, რომ არაფერი წმინდა იმ ფულის მონებს, ვინც თავისი ჭკუით რუსთაველის პროსპექტის პრივატიზირება მოახდინეს, არ აქვთ. დიახ, მიცვალებულთა დღეს მაინც გავიდნენ და წაბილწეს აურა. და რატომ წაბილწეს? იმიტომ რომ იცოდნენ, მათ წაბილწვას მოყვებოდა პოლიციის, მათი გაგებით ეგრეთ წოდებული პოლიციის რეაგირება და მერე ატეხავდნენ უშნო კივილს, რათა რიგმა უცხოელმა უსაქმურმა დააფიქსიროს თავისი შეშფოთებული აზრი, რომ აი ქართული ოცნებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, რომ აღდგომის მეორე დღესაც ივანიშვილი თავს არ ანებებს უბიწო პროტესტანტ მორწმუნეებს, ვინც რუსთაველის პროსპექტზე ჩამოჯდა, რათა მორჩილად
ელოცა თავის პროტესტზე. და პოლიციამ კი ცეცხლითა და מחვილით განდევნა ისინი და ვიღაცეები დააპატიმრა კიდეც და მე ალბათ ის ვიღაცეები აწამეს და რჯულიც შეაცვლევინესო. როგორც ცდილობენ ახლა ეს აფერისტები საკუთარი თავი ძალიან დიდ მორწმუნეებად წარმოგვიდგნენ. მიხვდნენ რომ ათეიზმითა და რელიგიაზე ქილიკით ჩვენს ქვეყანაში ისინი პოპულარობას ვერ აღწევენ და ახლა თამაშობენ მორჩილ და ეკლესიურ ტიპებს. თუმცა ყველაფერია მათ ქცევაში ეკლესიურობისა და რელიგიურობის გარდა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.